დილანის ვიდობისა ყველას. წვიმს. ძალიან ლამაზად და მთელი ღამე წვიმდა, იმე როგორც ცივა. ესე იგი ყური მეფხანება. რა კაია ყურის ხანის დროს ეს ყურის ჩხილი. აი ვერასდროს ვიფხან ხოლმე მით უმეტეს ჩხილები ამ ხოლერაცმა გარედან ვერ იფხან. ამაში ნიტარ შემეტევა. აი რა კაია. რა წვიმს თე წვიმა მოდის აი მე გავიყინე ხალხო ისეთი წამი გარეთ რაც ვიყავ ეს აქეთ არ მეფხარი მომარებარე ყოველგან მაინც ვიწმინდა და გავიწმინდა შეგემჩნევიან როცა გაციებული ხარ როცა გაციებული არა ყოველ დღეს სულ თეთრია და თუ გაციებული ვარ შეიძლება რაღაც იყოს ბუნებრივია აი მე აქ შემოვიდა აქ უნდა გავყენო განსია რა ხა დავსავ ყავსა გამეყინა ფეხები ზოგადად აქედან პეპსი Сенитине. Хорошо. Gwinda ukave sitbo. Daza khule akats ki mepxanu, teli quri mepxanu. Teli saqure. მაისი ნებასო ვიმები როგორ მიყვარდა ყოველთვის მაისი მაგრამ იცით რა არის თან ცივა თორე იმას იწვიმოს რა უჭირს ფიში გააკეთე ჩემო მზეო ეხლა მოვადე შეგენაც მოსდე. შეგაგი გოგოხა. შემოგარი. მოწემა მიყვარს. ჩავახრო თორეს შიმოჩერდი. Tablet coffee. Stăghină ce mă-nțără? Ce mă-țifarulă? Nu te biscați. Ce mă față tu rebeli sau ce? Panica. Oi, mie, ce de ce Bagara, foi bolish. Da, uja, da de bine. Sama. Vediamo che è prima. Guarda prima che sta vedendo. Non è un po' che stiamo con noi Frente rameni kartofeli გჭირდება ისი ინანა შვილი რაღაცა სოფლი
მოთავარ აი ყოლარისი. მინდა რეკომენდაცია გავუწიო ერთ ძალიან საყვარელ გოგოს. ჩემი მაყურებელი იყო, მე მწერდა ხოლმე. ახაც მიკომენტარებდა ხოლმე. მაგრამ ირაჩიც მწერდა. ერთხელ 50 ევრო ჩამიგცხა. ძალიან ისეთ პერიოდი მქონდა. მე ჩამოვიდა საქართველოში. მე მეც მასთან ერთად მიხარდა მისი პატარ-პატარა მიღწევები. თავისი პატარა ბინა რო იყიდა, თავისი კუთხე. ხო და ახლა გუშინ წინ საღამოს რო ვსკროლავდი YouTube-ს ამომიდო. სახეზე ვის ანჩავთე ვლოგი ეგ იყო. მაინც მეთქი მივწერო მეთქი ხო შენ ხარ და გუშინ ლაივში იყო. და ისა კითხე და კიო მე ვარო და ვლოგების გადაღება დაუწყია. ისევ ათენში წავედიო და ძალიან საყვარელი გოგოა, კარგი გოგოა, ესე შორიდან ვიცნობ, მაგრამ აი ძალიან თბილი, ანუ მიდრეკილი არა ხალხა უარყოფითისკენ და ცუდის დანახვისკენ და რაღაცა, არამედ აი ძალიან პოზიტიური, კარგი. და გამოიწერეთ, უყურეთ, გადადით, ნახეთ და გამოიწერეთ, უყურეთ, ძალიან საყვარელი გოგოა. თეკო ემიგრანტის ვლოგ. მგონი ასე აწერია. ადრე მგონი სხვანაირად ეწერია. ხო და ეხლა სხვანაირად აწერია. ანუ ისნიკი. ხო. და კიდევ ქალაქებზე ვილაპარაკოთ. ნინი კითხვა და მისვა და დილის ყავა. თან მოვიტანე ტელეფონს. თაკოს იმასაც ნახავ, მაგრამ თეკო და აი. ბოლი. ჩემი მაყურებლები ვლოგ და რაღაცა ვაწერიათ ხოლმე. ანუ ნიკნეიმზე მაგას დიდი ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე და ბევრს უწარია ხოლმე მასე, მაგრამ არაფერს არ იღებს და არაფერი არ უდევს. და ანუ მაქენ გამომდინარე რა. აი ასე. თეკოს ვლოგ ემიგრანტი. საყვარელი გოგონაა. ვაიმე, ბერძნული შაურმამით. ეს დავინახე. გოჭი რო იქნები რა. და მოკლედ აი ასე და ეხა დავსკრინე კიდე ნინისის. ხო და თუ ჩემი გამომწერი ვინმე გააკეთებთ ვლოგს და მე არ მეცოდინებათ რაღაცა. ემას ქენით რა ქვია. მითხარით ხოლმე. რომ ვიცოდით და შეიძლება მაშინვე არ შემხვდეს. თავიდან ყველას
რეკომენდაციებში არ უგდებს ახალ ვლოგებს. მე გითხრა ბათუმში ცხოვრობდი, ესე იგი მაშინ რომ ვიყავი ხომ გახსოვს, მის მე გულში ჩამივარ და ბათუმი ისე მომეწონა, ვერ აღწერ. თან ისე არ მომწონდა ჩემს ქვეყანაში ტურისტი ვიცრო და დიოდიო. ჩემო საყვარელო. ძალიან მიყვარს მე ბათუმი. ჩემი მეორე სახლი ახლა გეტყვი როგორ მაქვს. ანუ თბილისი, ჯერ ლაგოდეხიდან დავიწყოთ, მაგრამ ლაგოდეხში ვცხოვრობდი და თბილისი არ მიყვარდა, ბავშვი ვიყავი. და ჩემი თბილისში გარდაიცვალა და მრავალი წლის განმავლობაში თბილისი ძალიან არ მიყვარდა და ანუ საერთოდ არ ვფიქრობდიო თბილისში ვიცხოვრობდი, ვფიქრობდიო ლაგოდეხში ვიცხოვრობდი. მაგრამ აქ რო ჩამოვედი, თბილისი გაცილებით ჩემია ენერგეტიკულად, ვიდრე ლაგოდეხი. აი გაცილებით. უცნაურია ხო? სადაც გაიზარდე, იმაზე უფრო შენი. თბილისი როა. ეგ არა. სამეგრელოს კი უფრო ჩემია ენერგეტიკით, ანუ გულისხმობ, აი იქ რო დავდივარ, თავს რო გავხსოვ, შეიძლება იმიტომ რომ ჩემი ძამძიმე ბავშვობა აი იქ და ეგ მიშრის ხელს დაიეცილება ფაქტორი ლაგოდეხზე. ხო და ნუ სამეგრელო ძალიან მიყვარს. უბრალოდ აი რაღაცები სამეგრელოში რაც ძალიან მიჭირს და რის გამოც იქ ყოფნა ზოგადად ძალიან მიჭირს. ანუ ხედვები და ასე შემდეგ რაღაცები. და ისევ თვითონ აი მიწაბუნება რაღაცნაირად ჩემი სული და გულია და ასევე ზღვა. ზღვა არის სრულიად საოცრება. არ ვიცი, აი ჩემთვის შემიძლია უბრალოდ ზღვის ნაპირზე ვიჯდე და ვიყო. ანუ აი აქ და ახლა და რაღაცნაირად ძალიან დავტკბე. აი არ ვიცი როგორ აღწერო. ანუ ძალიან კარგად ხარ რა და რაც არ უნდა მოხდეს, შენ კარგად ხარ. ანუ ზღვასთან მიდიხარ, ჭდები და იმას მიაქ ეს შენი ნეგატივი, აი გვამობე ხოლმე. უცუცის მარჯვენა ხავს ადამიანი, რომ წყალს გაატანეო. მოუშვებენ ხოლმე უნკას დაატანენ და ხა წარმოიდგინე ხა, როცა აი ხა ციტადო ფიქრობდი თეკოს ახლა ყავდა 114 გამომწვერი მე მგონი აი ყბოლი გული გერევა ბონი ხო 114 გამომწვერი ყავს. ხო და აბა ნახოთ ახლა. ამის მერე დღეს საღამოს რამდენი ეყოლებით. ეყოლება. ბონი. თავის საჭმელი მოღებინე. ხო და ანუ ზღვაზე ვარ ხოლმე, აი თუნდაც ის ემოციური ყვება და რაღაცა ძალიან ნაკლებად მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ არ შეიძლება ხა იქ რო ვიცხოვრო იქ და არ იყოს, მაგრამ ანუ მივეჩვიოს გულის მოკ, მაგრამ იქ რო ვარ ხოლმე ძალიან კარგად ვარ. არ ვიცი, თუ კი მე სადმე ვიცხოვრობდი საქართველოში, თბილისის გარდა. ეს იქნებოდა ბათუმი. იმიტომ რომ მე არ ვარ, ანუ ნახე მე მივხვდი რომ მე უზომოდ მომწონს სოფელი. მაგრამ მე არ ვარ ტიპი, რომელიც სოფელში იცხოვრებდა კარგად, იმიტომ რომ ანუ არ მიყვარს დროის დათმობა ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზე.
სოფელში კიდე ძალიან ბევრია ყოველდღიური რუტინული საქმე. პლუს აი მე მიყვარს უცებ რომ გახვალ. იქ მაგდონალდს შეუკვეთავ, იქ KFC-ის რაღაც, ანუ აი ამების სიახლოვე ჩემთან მიყვარს, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ჭამენ ამას ქალაქშიც და ანუ მაინც ახლის საჭმელს ჭამენ და ქალაქში იქნებათ თუ სოფელში მისთვის ამ კუთხით მნიშვნელობა არ აქვს. მე კიდე მაგალითად ქალაქი იმიტომ მირჩენია რომ და ამ შემთხვევაში თბილისი ბათუმიც ქალაქია, მაგრამ ნახევარში საქმე ჩემი ყველა აქ არის. ანუ ჩემი ანებთან რომ ვიყო, გულისხმობ უახლოვეს. შვილები ანუ თუნდაც ჩემი შვილებისთვის ხო, ყველა უახლოესი ვინც ყავთ ახლობელი, ანუ მარტო ჩემი მხრიდან კი არა, მაგალითად მამის მხრიდან ხო, ყველა აქ არის. და იქ რო წახვალ, რაც ეცადო, რაც ხშირია, რომ მაინც ნაკლებია. ანუ ცხოვრება ისეთია, რომ ყოველ დღე არის ბევრი გამოწვევა იმდენი, რომ დღის ბოლოს უკვე არც თავი არ გაქვს. შეიძლება ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ ადამიანები და ყოველ კვირაც კი ვერ ნახონ ერთმანეთს. და ახლა როცა 300 კილომეტრი გაშორებთ, ხო საერთოდ ბონი გამოდი აქეთ. მაგრამ მე რო ვიყავი მაგალითად პატარა გოგო რომელსაც ჯერ უსები არ ქონდა გადგმული შემეძლო ის მე ადგას წავსულიყავი ეს თბილისი იქნებოდა ამ ბათუმი. ბათუმში არის აბსოლუტურად ყველაფერი რაც არის თბილისში. პლუს არის სხვა. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრდი სხვაზე. აი სოფელში არ ვიცხოვრებდი. ანუ როგორ არ ვიცხოვრებდი თუ აი ყავთაბებია და ბაბუა და ისინი რო უვლიან ყველაფერს და შენ რო შვილი იქ ჩადიხარ უდიდესი სიყვარულის ზღვა რო ხდება. მასე კი, მაგრამ აი მე თვითონ რომ მეცხოვრა იქ ფიზიკურად რომ მეეშრო რაღაც, ანუ ეგ ვერა. აი დედა ჩემი ამბობდა თურმე რომ მე ორივე განშემილია ვიცხოვრო. ხო და ვენახიც ქონდა თუ უვლიდნენ რაღაცა. მე არა. ანუ სოფელში მე მაინც ისე ვთვლი რომ უნდა გყავდეს რაღაცა ქათამი, ინდაური, ძროხა, ღორი, ბევრი შეიძლება არა, მაგრამ ოჯახი რო არის ახლა ხო? თქვენთვის ხომ უნდა გყავდეს არა? იქ შენი ყველი რაღაცა, მაგრამ ნახე მეორე მხრივ როგორი რთულია. დილას 6 საათზე ყოველ დღე უნდა ადგე, კარგად ხარ, ზუდად ხარ, უნდა ადგე. მერე სადმე წასვლა რო გინდა, თუნდაც 2 კვირით, ეს ცხოველები ვინმე სხვა უნდა დაუტოვო. ანუ შენ ისე რო ვთქვათ, ადგე და წახვიდე, ეგრე აღარ ხარ და შენ ბევრს ეს პატარა შინაური ცხოველი ძაღლი და კატა არ მოყავს, იმიტომ რომ ეგენც ართულებენ ხა, ადგე და წახვიდეს რა. ხა კატას მაგალითად დამტოვებელი უნდა ყავდეს. თუ არა და ანუ წაყვანა რთულია, რადგან არ უნდა შეშვება. ნუ კატას კიდე თავი დაანებრი შეიძლება რაღაც ჩამობკაწროს რაღაცა შპალერი. ხა პატარა ძაღლი ბონი ხო? მე ვფიქრობ რომ წელს ძალიან გამიჭირდება ბინის ქირავა ბათუმში ბონის გამო. იმიტომ რომ არ ენდომებად და აი ღელავს იმასle რომ თქვა მაგაზე ეს თუ თიმიკა მომწერა. აქ წვიმს მთელი ღამე წვიმდა და ეხლაც წვიმს. მანდ როგორი ამინდია, ფრთხილათი არ არის კოდსე რა ვიცი. ესე იგი დაახლოებით რომელი საათისთვის ჩამოხვა ესე 5-ისთვის ხო? ხო და ძალიან მომწონს სოფელი და სიამოვნებით ვიცხოვრდი, ანუ ენერგეტიკულად იქაც ძალიან კარგად ვარ, ოღონდ თუ მაგალითად იმდენი ფული მექნებოდა რომ მე არ გამეკეთებინა,
აი ეს ყოველდღიური საქმეები. თუ არა და ბათუმში მაგალითად ბინაში სხვასთან, აი რავი, ბათუმში ვიცხოვრობდი და ჟეხაი რომ შეიძლებოდეს რომ ბავშვებს ქონდეთ მაგალითად რაღაცა დისტანციური სწავლების საშუალება, რომ იყოს, ხო? ერთი წელი სიამოვნებით ვიცხოვრობდი ბათუმში. ან ნახევარი, ან ერთი წელი ესე რაღაცა. აი ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი ბათუმში. ხოდა მოგრად ესე თქვენ დაწერეთ აბა კომენტარებში თუ იცხოვრებდით საქართველოში, აი ახლა სადაც ცხოვრობთ და სხვაგან სად იცხოვრებდით. ასე მგონია კიდე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი საზღვარგარეთაც ისეთ ადგილებში, ისეთ ქალაქებში, სადაც არის ოკეანე. ოღონდ სასურველია ცუნამი რო არ იცის ეგეთ ადგილას. არის ეგეთი ადგილი? აი რა ვიცი, ძალიან ხაცა სულ სხვანაირად ვარ ხოლმე, კარგად ვარ ხოლმე. აი დაჟე ჩაქუშიც კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. აი ყველაფერი ხა მიტანის სერვისი და ყველაფერი არ არის, მაგრამ ახლოს არის ბათუმთან თუ შენი მანქანა ყავს რა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩაქუშიც. შარშან ბათუმში ბინა ნაკირა მქონდა ტურისტულ ზონაში. ნინომ მითხრა ჩემმა ნინომ. ხოდა წელს მინდა რომ ის ადგილას ვიქირაო ბინას, რომ არ იყოს ტურისტული ზონა. ანუ შედარებით იაფად გამოვა. ანუ ტურისტულ ზონაში თუ ქირაობ, მაგასთან შედარებით მაგალითად იქით ქალაქში სადაც ადგილობრივები ცხოვრობენ, უფრო იაფი იქნება. ხა მაინც ჩემი ფანჯრები და ზღვის ხედი არ იშლებოდა, რაღაცა ნაგლეჯი კი ჩანდა. მაგრამ ავდგები და მივალ ბოლოს და ბოლოს იქამდე. და ნუ აი ეს ძაღლის ამბავი, ხა ეს არაფერს რა ვიცი. არ აფუჭებს სახში. თან მივაქცე ყურადღებას ძალიან და თი საწოლს უნდა გაუფრთხილ და გამოვკეტავ იმებს, კარებს და იქნება. საძინებლის. თან მაშინ გარეთ რომ ივლის ბევრ სახში საერთოდ ფიშები არ ეშლება არასოდეს. ხო, არასოდეს რა ამ ბოლო დროს. ნუ არ ვიცი მოკლედ. ესეთი ამბავი იქნება წელს. მახეულებს ეგუყო. ხო და ანუ აი ზამთარში ზღვაზე მე არ ყოფილვარ. არ ვიცი როგორია, მაგრამ მე ხო ძალიან მიყვარს წვიმები და რო დაიწყება ხოლმე სექტემბრიდანო, მგონი სექტემბრიდან ხო დაწერეთ ბათუმელებმა გაზაფხულზე აი რო დინდელი თვის ჩათვლით აღარ სულ წვიმსო. ხო და რავი, ისა ჩემოა ზუსტად. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი ბათუმში. მაგრამ აი ეგ არის, რომ ბავშვები აქ არიან, დიდები, პატარები ყველანი აქ არიან და ეგ იმას გიშვება რა. გიშლის ხელს, იმიტომ რა არის ეს ცხოვრება. ასე წამივით გაფრინდება. ნუ ჩვენი საყვარელი ადამიანები ან ჩვენ თვითონ არ ვიქნებით. არ ვიცი, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა შემეძლოს ადამიანთან მისვლა, ხშირად ნახვა, ან ერთად ყოფნა. შეიძლება ისე ძალიან დიდად არც კონტაქტო, მაგრამ ერთად რო ხართ, აი თუ ეს ბავშვებთან ხარ, ეს სხვა არის, რავი. და დარეკილი და რაღაცა სულ სხვა არის. მე არავის არ გამსჯენ.
საერთოდ ეგ არის ფიქრობთ, ყველას თავისი გზა აქვს, ყველას თავისი ხედვა, ყველას თავისი სიტუაცია. მე ვიძახი ჩემს ახლა თუ გამიჭირდა მეც ავდგები და წავალ. გაჭირვების ვარიანტზე საერთოდ არ ვსაუბრობ ახლა. ანუ ამბობ, რომ ირო შეგეძლოს და წახვიდე. ანუ ესე პირველი ქვეყანა, რომელიც მაგალითად საქართველოს გარდა მომდის თავში აზრად, რომ მაგალითად ერთი 9 წელი, 1 წელი სიამოვნებით ვიცხოვდი, ეს არის იტალია. რა გავხსნადე? ასე მშვიდობისა ყველას, კარგი დღე, დღესიდან ჩამოვა და ვიქნებით ისევ სპორტში ყველა. მიყვარს ხოლმე როცა ანუ ყველა სახლში უცნაურია რა თუ არა